ისფედის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება გამოკითხვაზე შესვლამდე მან განაცხადა, რომ პირბადები ნამდვილად შეიძინეს, თუმცა მხოლოდ თანამშრომლების დასაცავად. მისივე განმარტებით აქციებს ძალადობრივი სახე არ ჰქონია. პროკურორის განცხადებით 2024 წლის აქციებს ძალადობრივი სახე ჰქონდა. მისი განმარტებით საქმის მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნულ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალისებდნენ. შეგახსენებთ, პროკურატურაში საბოტაჟის და ამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიება უწყება 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. საუბარია იმაზე, რომ რაღაცა დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა და მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. პროკურატურამ დაამიბარა და ვთხოვე, რომ სასამართლოში დაკითხვა მერჩივნა. ჩემ პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ქართული საქმე. ვებსახურებოდით ჩვენს ქვეყანას, ვიცავდით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებს. შევიძინეთ, რა თქმა უნდა, პირბადეები იმისაც, რომ ჩემი თანამშრომლები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ და ეს არის მორიგი დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების, რაც ხდება ხორციელდება ქვეყანაში, იმიტომ რომ დაყადაღების შემდეგ ცხადია ამ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები აკეთებდნენ მოწოდებას წინააღმდეგობისკენ. დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები ხმარდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორიც არის წიწაკის სპრეი, როგორიც არის ჩაფხუტები, სახის დამცავი სათვალეები, ნიღბები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საქმის მასალები დასტურდება, რომ ეს ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში, რაც გამოიხატებოდა სამართალდარღვევი პირების ჯარიმების გადახდაში. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არ იყო ჯარიმის ჯერადი გადახდა, ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ასევე ეს გამოიხატებოდა ბრალდებული სახით დაკავებული პირების საადვოკატო მომსახურებაში, პირადი ხასიათის ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში